მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, ჩვენ ვიწყებთ გადაცემას, რომელსაც ქვია კონსერვატორია და ძალიან კარგად მიდის, როგორც ჩვენი გადაცემის და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის საქმე. ის გზა, რომელსაც ჩვენ დავადგეთ, მე გულისხმობ სუვერენიტეტის გამტკიცების გზა, როცა რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ყოველ დღე, ყოველკვირეულად, ყოველწლიურად იღებს ნაყოფს და ჩვენ ვხედავთ ახლა რა დღეშია უკრაინის საცოდავი ქვეყანა, ავანტიურისტების ხელში ჩავარდნილი ქვეყანა, რომელიც აგებს ომს, რომელსაც ამერიკა იძულებით ერეკება ხელშეკრულებისკენ, რომელიც არ აწყობს ალბათ უკრაინის უმრავლესობას, მაგრამ რომელსაც სხვა გზა არ აქვს. მოდით ამ თემით დავიწყოთ, უცებ მოვხაზოთ. პირველი, ესე იგი, ის Financial Times გაზპრომის გაზეთს რატო არ უძახიან, ეგ მიგვირს, მაგრამ ალბათ დაუძახებენ. თუმცა ცოტა ხანი ხვალ ალბათ უკვე ოფიციალურად იქნება ეს პუნქტები, 28 პუნქტია, რა უნდა იყოს 28 პუნქტი. არ ვიცი, მაგრამ ზოგიერთი ვიცით, მაგალითად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის უფლებების აღდგენა, ეს იყო საშინელი ავანტიურა, რომელიც ჩაიდინეს უკრაინელებმა, რომ გააგდეს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს. მოსკოვის საპატრიარქო. ხო, მე მგონი ერთია უკვე უცხოეთში მყოფი ეკლესიაც გაერთიანდა თავის დროზე. კიევი-პეჩორის ლავრაში მიცხართ ნამყოფი. ხო, გრანდიოზულესის დაბეჭდილება სახდენს და გამოყარეს პრაქტიკულად ეს ლოცველი ბერები გამოყარეს პრაქტიკულად უკრაინელებმა. ენის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება რუსულისთვის, რაც ასევე ბუნებრივია, რა თქმა უნდა. შემდეგ არის სუვერენიტეტის შეზღუდვა, რომ ვერც ერთ ბლოკში ვერ გაერთიანდება სამხედრო ბლოკში. ეს ჩვენი უკრაინა. შემდეგ არის არმიის რაოდენობის შემტევი იარაღის შეზღუდვა, დე ფაქტო საზღვრის გავლება, დატოვება დონბასის ტერიტორიისა უკრაინელების მიერ, თუმცა ზაპოროჟიესში და ხერსონში რუსებმა მოუწევთ უკან დახევა, ესეთი შეთანხმება, მაგრამ მთლიანად ეს ზელენსკისთვის და ალბათ უკრაინისთვის, რა თქმა უნდა, არის კატასტროფა და დაბრალდება ზელენსკის და პირველ რიგში რატო იცით მეგობრებო, რომ დაედო ზავი 22-ში სტამბულში. უფრო მეტ დაიტოვებდა და ხალხი არ მოკვდებოდა, არ დაიხოცებოდა და უკრაინა არ განადგურდებოდა. და ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, თუ შეიძლება მაგალითს კარგი ეწოდეს, თუ უამრავი ხალხია დაღუპული, როგორ ბრძნულად, ვაჟკაცურად გვატარა ბიძინა ივანიშვილმა ქართულმა ოცნებამ ჩვენ ამ გზაზე და ეს არის კიდევ ერთი 100%-იანი დასტური, რაც საუნდა ძლიერი მოკავშირე ყავდეს, თუ შენი ხალხისთვის სასარგებლო რაღაცებს არ აკეთებ და ავანტიურაში ეშვები, ვერც ერთი ძლიერი მოკავშირე შენ კატასტროფას ვერ გადაგარჩენს. ხო, ვილაპარაკოთ. ხო, პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ უკრაინაში რაც ხდება, არის კარგი დასტური იმის, ანუ რა ცუდი არჩევანი შეიძლება გააკეთება საქართველოს, რა? მარტივად ვთქვათ, რომ იმიტომ რომ უკრაინაში მოდით ვთქვათ ახლა რა ხდება უკრაინაში. უკრაინაში ეხლა მიმდინარეობს ანტიკორუფციული სკანდალი, როდესაც გამოირკვა, რომ ქვეყნის მთავარი ენერგეტიკოსი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პლუს ნახევარი მთავრობა პირდაპირ იპარავდა ფულს. ანუ ხალხი, თან რაზე იპარავდნენ ფულს? ანუ 22 წლის სექტემბრის მერე რუსეთმა დაიწყო ენერგეტიკის დაბომბვა. და თავდაცვის ნაგებობები უნდა აეგო. უნდა გაეკეთებინათ თავდაცვის ნაგებობები. და თან რაც თავარი გამოაცხადეს, შარშან გამოაცხადეს, რომ ისეთიო თავდაცვა ვაკეთეთ, რომ შეიძლება კიევი ვერ დავიცვათო, კიევში რაღაცა თავრობის სახლი, ზელენსკის შტაბი ვერ დავიცვათო, მაგრამ გამორიცხულიაო ენერგეტიკას ვერაფერს ვერ უზამენ რუსებმა სპეციალურად ის ეკნეს, განდუდა და ამერიკელებს, რომელსაც ყავთ საკუთარი წარმომადგენლობა, 2 საგამოძიებო ნაბუ და დამოიწნა სახელი. მაგრამ ნაბუ მაგათი. ანუ 2 ბერია. მეორეც მაგათია რა. ანუ 2 საგამოძიებო ორგანიზაციის მეშვეობით დაიწყეს ბრძოლა. ჯერ ზელენსკიმ დაიჭირა ამ გაზაფხულზე ტიპი, რომელიც მისი კომპანიის 99 კვარტალის თანამფლობელის მენდიჩის გამოკლება დაიწყო. ნუ ევროპელებმა და ამერიკელებმა გამოყარეს. ხო, ეს პირდაპირ სექტორი. ხო და პირდაპირ თქვა, რომ ეს იყო შალარი. ეს დღესაც ხდება, არის
პირდაპირ ფებერის ამერიკის deep state-ის და ამერიკის პირდაპირ შეტევა, იმიტომ რომ ზელენსკი არ დათანხმდა მობილს და ტრამპს და ზელენსკი არ დათანხმდა შუამშვიდობო ტრამპს აქვს იდეა, რომლითაც მოაშოროს ზელენსკი. მან მოიგო არჩევნები. ეს იდეა არის რომლის და რუსეთთან სარფიანი ვაჭრობა. ანუ თქვენ თუ ნახავთ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულებას არის ძალიან მარტივი. რუსეთის ფულით, რომ რატომღაც ამერიკა და რუსეთი ერთობლივ კომპანიას ქმნიან და რუსული ფულით მოახდინენ უკრაინის სანქციები რო იხსნება და ამერიკა და რუსეთი არქტიკას ერთად აითვისებენ და სასარგებლო წიაღისეულს ფულია. ამერიკა ცდილობს, რომ რუსეთი მოიმხროს ჩინეთის წინააღმდეგ. სანამ საბოლოოდ ასე ვთქვათ, გადასულა ჩინეთის მხარეს, შეაჩეროს ეს პროცესი. არა, აი, სწორედ აღნიშნეთ, საქართველოს რა ბედი შეიძლება და ქონოდა იმ შემთხვევაში, რომ უკრაინის გზას დავდუამოდით. თავარი ესე იგი მომენტი რა არის, რომ ესე იგი რასაც ახლა ვიგებთ, აღმოჩნდა რომ მაგრა უბრძოლიათ უკრაინელებს. წარმოიდგინეთ, საკუთარი პოლიტიკური ელიტა 100 მილიონი აქვს ელექტროენერგიიდან, ხო? მარტო ერთ კაცს, ხო? ეხლა იქ რამდენი არის? ძალიან ბევრი არის. იქ შეიარაღებაზე კორუფცია და აქ საცოდა ვიღაც ჩვეულებრივი უკრაინელებს ჯარში მიათრევენ. ძირითადად აღმოსავლეთიდან სხვა ჩვენ. ხო, აღმოსავლეთ რუსულენოვანი მიათრევენ ძალით და აღმოჩნდა რომ ამის მიუხედავად მაინც ადამიანებს აქვთ ის განწყობა. ანუ იმდენად ჩამპარი პოლიტიკური ელიტა ყავთ მათ, იმდენად გამყიდველი პოლიტიკური ელიტა ყავთ მათ, რომ იმ უპირატესობაც რაც მქონდა უკრაინას ვერცერთ მიმართულებით ვერ გამოიყენეს. ვერც მიმართულებით ვერ გამოიყენეს, რომ ვერ დაიცვეს საკუთარი ქვეყანა ეს ერთი, ვერც მიმართულებით გამოიყენეს, რომ ვერ გამართეს სისტემა, თუნდაც თუ ესე არის საუბარი, რომ ბოლო უკრაინამდე ვიბრძვით, ხო? გერმანელებს მისთვის მიებაძეთ მაშინ ფაშისტი იქ არ იყო ესეთი კორუფცია ესეთი ხო არ იყო კაცი და აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იყო ხო და უბრალოდ გაძარცვეს მოახდინეს პრინციპში საკუთარი ხალხის გაწირვა და ეხლა არ უნდა პასუხი აგონ და ამიტომ არაწერენ ხელშეკრულებას აი ამიტომ არაწერენ რომ ხო ყველამ ვიცით რომ ხელშეკრულება და ზელენსკის მთავრობის კრიზისი ერთი და იგივე რაღაცა ფაშისტები იქაური ფაშისტები კრიზისი რბილინა ბენდერები და ფაშისტები რაც ერთი და იგივეა ჩამოშლიან მოუწყობენ მართლა მაინდას მაგრამ მეორე მხრივ სოროსის ხალხი მოუწყობს ის ბავშვები რომ გამოდიოდნენ და გახსოვს ნაბუს გაუქმებაზე რო იყო ნაბუს დაქვემდებარებაზე არა ვეღარ გაკაჩავენ ეს სოროსისტები იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ, ესე იგი ფრონტიდან უნდა დაბრუნდეს რამოდენიმე ასეული 1000 ადამიანი, რომელიც აი რაც პირველ სოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში მოხდა. აი ეს თავრობისადმი ეს რევანშისტული დამოკიდებულება რაც ჰქონდა. რამაც შუა ჰიტლერი. ხალხი შუა ჰიტლერი, ანუ სამწუხაროდ, აი ძალიან სამწუხარო იმას ვიძახი, რომ აი უკრაინის ბედი რაღაცით გავს აი გერმანიის ბედს პირველ სოფლიო ომის შემდეგ და რაღაცნაირად აი ესეთი ტენდენციები, უცუდი ტენდენციები მან გაჩნდება აუცილებლად რა. ფაქტობრივად ჩვენ რასაც ვიძახდით ამ წლების განმავლობაში ხდება ის, ხო, ჩვენ ვაკეთებდით პროგნოზს, რომ აუცილებლად მოხდება მოუსინჯავენ რუსეთს, თუ ვერ ჩამოშლიან მორიგებისკენ წავლენ და ამ მორიგებისთვის რასაც ჩვენ ვეძახით deep state, ან რაც ღრმა სახელმწიფო ინტერესებს ამერიკის არის ისე რომ ძალიან მოქნილი სისტემა, ერთი ადმინისტრაცია გაუშვეს, მოიყვანეს ის ადმინისტრაცია, რომელიც გამოდიოდა მოწოდებებით, რომ აი ჩვენ დავალაგებს რუსეთთან და ახლა ჩვენ იმასაც ვამბობდით რომ აი ეს ერთი წელი დაახლოებით ტრამპის მოსვლის მერე იქნება ეს იწილო-ბიწილო ასე ვთქვათ, აბა ცოტა მივაწვევთ რუსეთს, აბა შვიდობა, ანუ მცდელობა უკან დახევა, გამოვაჭრება რაღაცის და ანუ საბოლოოდ იქნება რომ ყელში ამოუვათ ერთხელაც და ეს კორუფციული თემაც ხო ის არის, ხო? ეს ამერიკის წინა ადმინისტრაციამ სპეციალურად დაუშვა ის რომ განა არ იწოდნენ მაშინ არ აყვირდებოდნენ. მათ ეს იწოდნენ, უბრალოდ როდესაც ზელენსკის მოშორება იქნებოდა საჭირო, ამოუგდებოდნენ ამ კორუფციულ სკანდალებს და ეთყოდნენ რომ ეხლა უნდა რაღაცა მოვაწეროთ ხელი და ჩვენ დიდმა ბიჭებმა ჩვენ და რუსეთმა დალაგება გადავწყვეტეთ და შენ ხარ კორუფციონერი და ასე გადაწყვეტენ მის ბედს. სამწუხარო არის მართლა ის რომ უკრაინამ ამ ბრძოლის უნარიანობა გამოაჩენდა მართლა ამ რიგითი ადამიანები არიან ცოდო რომლებიც მართლა იმ 2022 წელს შეეძლოთ ხელი მოეწერათ უბრალოდ ხო ჩვენ ვახსოვს არახამიას ნათქვამი ხო იმათი უკრაინის ხარჯ ჯონსონი ჩამოვიდაო და ჯონსონი ვისი დავალებით ჩამოვიდა ვიცით კარგად და მედინსკი რომ არის რუსეთის პუტინის მრჩეველი ის ამბობს ხა არ ვიცი ამდენად იტყუება თუ რაღაცა მაგრამ მან ესეთი რაღაც ხო რომ მოლაპარაკებებისას უკრაინელებმა გითხეს რომ თქვენო არ
ან მომლაპარაკეთ თქვენ ერთი უფროსი ყავსო და ჩვენ ორი უფროსი ყავსო. ხო, ანუ იგულისხმება რომ ჩვენ ანუ შენი უფროსი ხა პუტინია და ჩემი აქეთ ზელენსკია პირობითა და იქით კიდე ამერიკა და ინგლისი და კიდე ბევრი სხვა და სხვა. შევს Guardian-ზე იყო ის სტატია რომ ჯონსონმა რომ უკრაინაში რო ჩავიდა იმის შემდეგ 1 მილიონი ფუნტ სტერლინგი აიღო ბრიტანეთის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსიდან. და სხვადასხვა შეხვედრებს რო აკეთებდა კიდე იქიდან ბიზნესმენები ჩაყავდა ჯონსონს და ინგლისში და ბიზნესმენები ჩაყავდა იქ რაღაცა მოლაპარაკებებში და რაღაცებში სარფიანი საქმე რო ყოფილიყო და იქიდანაც ალბათ წილებს იღებდა. მეომარ ქვეყანაში რა ბიზნესი უნდა ჩაატარო გააკეთო. აკეთ თურმე შეიძლება ხო? ნახე როგორი მსხვილი ბიზნესის კეთება შეიძლება თურმე. მე უფრო მეცაც ვიტყვი რა, ომი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო. იმიტომ რომ არაფერი განსაკუთრებული მოთხოვნა არ ქონია რუსეთს ისეთი, რომელიც დღეს არ არის ჩადებული იმ ხელშეკრულებაში. რომელიც არ მიაღწია. რომელსაც არ მიაღწია დღეს. ანუ რანაირადაც არ უნდა შეიცვალოს ეგ ხელშეკრულება. ის რასაც მაშინ რუსეთი ითხოვდა ნატოსთან უბლოკო სტატუსი. რასაც ითხოვდა ის ყველა შემთხვევაში დარჩება. აი, როდესაც ხელი მოეწერება საბოლოო ჯამში და რაღაცა შეთანხმება დაიდება და აუცილებლად დაიდება, აი თუ გნებავთ, მაშინ შევადაროთ, რას ითხოვდა მაშინ რუსეთი და რა მიიღო დღეს. ანუ ისეთი არაფერი არ უბლოკო სტატუსი იყო, რა ნატო არ უნდა შემოვიდეს საზღვრებში, ევროკავშირში გაერთიანდით და ასე შემდეგ იქ რაღაცა ენასთან იყო. ეს ყველაფერი ისედაც მაგაზე წინააღმდეგობას ვერ გაწევენ. ერთადერთი აზრით შეიძლება თქვათ უკრაინამ წინააღმდეგობები გაწიონ, ეს იქნება რაღაცა ტერიტორიების გადანაწილებასთან დაკავშირებით. ესეც ზეწოლას გააჩნია, როგორი ზეწოლა იქნება. ხო და ეხლა წეგან კორუფციაზე რო საუბრობ, ჩვენ ხო ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა ხდებოდა კაცო. ადმინისტრაცია რო შეიცვალა ჯერ მაშინ იყო საუბარი, როდესაც პირველად ადმინისტრაციაში, ამერიკის ადმინისტრაციაში განცხადება გაკეთდა, რომ 300 მილიარდი გვაქვს ჩვენო გადახდილიო და იქიდან მე ზელენსკის განცხადება ხო გახსოვთ ნახევარია ჩემთან მოსული და ასე შემდეგ. ხო გახსოვთ ეს ყველაფერი. ეს კი არავის არ დავიწყებია. კი არავის არ დავიწყებია ეს რაღაცა და ვითომ გაატარეს ახლა რა. არაფერი ეს ყველაფერი არის იმისათვის ბერკეტი როგორ გამოიყენო. ჯერ ის ნახევარი ხო მაგასთან მივიდა თქვათ. იმ ნახევრიდან კიდე რამდენისაც წავიდა ეხლა ეს ხო აბატია გაწყვეტინებ საარჩევნო კამპანიაში ზელენსკი გამოდიოდა აშკარად ტრამპის წინააღმდეგ პირდაპირ გამოდიოდა ბაიდენი იყო მონაწილეობა მიტინგში არაფერი შეერთებულ შტატებში იყო ჩასული და ბაიდენთან ერთად რაღაცა ქარხანაში რო ეს ყველაფერი ამაზე მაშინ საყიდური უთხრეს, მაგრამ შესაბამისად გაუტარეს ისე რომ 2019 წელს ეს იმპიჩმენტის ერთ-ერთი ცდა მოუწყეს ზელენსკის გამო. კი ბატონო, მართლა. ანუ ეს ყველაფერი ტრამპს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იციან და ის რა ქვია და ამას გამოიყენა რა თქმა უნდა იმ დროს როდესაც დაჭირდება არ დაგავიწყდეთ რომ 100 დღე ჩაუწერეს ხელშეკრულებაში რომ 100 დღის თავზე არჩევნები უნდა ჩატარდეს როგორც კი ხელი მოეწერება აი ბატონო რომ მოაწერს ხას 100 დღე გაჩერდება ანუ შეიძლება 100 დღის განმავლობაში დაამხონ კიდევაც ეგ ერთი და მეორე ჩათვალე რომ არჩევნებზე მაგისებედი გადაწყვეტილია ხო როგორც შეერთებული შტატები და რუსეთი გადაწყვეტენ ისე იქნება უკვე ჩანს ბედიც ანუ თუ დიდი ბიჭები უნდა შეთანხმდნენ იმაზე შეთანხმდებიან ვინ უნდა მართოს თქვა როგორმა კაცმა კი რა თქმა უნდა უკრაინაში ქვეყანა რა მიმართულების ადამიანმა და რა თქმა უნდა ეს რო ეგრეთ წოდებული ზელენსკი რო არ იქნება და ბჭყალებში პროევროპელი რო არ იქნება ისეთი როგორც ზელენსკია ახლა მაგას დიდი ფილოსოფია და პოლიტიკოსობა არ ჭირდება რა ჩვენ არ გამოგჩვენს და არ დაგვაუწყდეს ევროპის განცხადება აღნიშნულ მასთან დაკავშირებით, შეთანხმებასთან დაკავშირებით. თუ არ ვცდები, კაია კალასის განცხადება იყო. აი, ძალიან სერიოზული ქალია. სერიოზული ქალია, ნამეტანი, მაგრამ განცხადებას დააკვირდითება, ну, ჯერ რა თქმა უნდა ის რომ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს ვითომ თავისი ბედი და რაღაცები და მერე ზუსტად აი ეს განცხადება ქონდა, რომ ჩვენ ანუ ევროკავშირის როლი შემოვიდა, ჩვენ რო ვიბრძვითო რუსეთის დასუსტებისათვისო და ამისთვის ვეხმარებით უკრაინას.
ამით ხო ყველაფერი ნათქვამია. ხო, მაგრამ ხო, აი ეს არასერიოზულია. არა. რბილად რო ვთქვათ რა. არასერიოზულია, მაგალითად თუ რაზეა ლაპარაკი. თუ შეთანხმდნენ, თქვათ, რუსეთი და ამერიკა და ჩინეთი. გასაგები ესენი შეთანხმდნენ, მაგრამ იქ არის რომ ევროკავშირის თანხმობა სჭირდებათ. მაგრამ აქ არის ევროკავშირის პოზიცია მაქვს მე საუბარი. ეხლა ეს შეიძლება რაღაცებ გაიწელება და ამას უამრავი პრობლემა მოყვება. რა თქმა უნდა, მაგრამ პოზიციას დააკვირდით. ჩვენ გვინდა უკვე აშკარად გამოვიდნენ და აღარავით არის უკრაინის ინტერესები რომ რაღაცა ევროკავშირში, ნატოში და რა არა კაცო მოიცა რაღაც დროს ყველაფერი გაირკვა, ხელის გულზეა. ამერიკის პოზიცია ხელის გულზეა, ეს რა თქმა უნდა რუსეთთან შეთანხმებულია ეს ამერიკის პოზიცია და ახლა მათი ინტერესი არის რა რუსეთის დასუსტება გვინდა და ჯერ ეს ყველაფერი ადრეაო და ამიტომ ვეხმარებით უკრაინას, ანუ გაჟუჟულხართ ერთ დღეს ჩვენ ეგარ გვაინტერესებს რომ ჩვენ გვინდა რუსეთის დასუსტება და ჯერ არ არისო საკმარისად დასუსტებული ეს რუსეთი რა ხელშეკრულებაზე უნდა მოაწეროთ ხელი ანუ ჯონსონის პოზიციას იკავებენ დღეს ევროპაში ბაიდენის და ძველი რა თქმა უნდა თუმცა ახალს ომის დასრულება მაგრამ თავარი რა არის მეგობრებო რატო დებენ ზავს რუსეთი იგებს ამ ომს ბრძოლის ველზე თავისთავად პუტინი იძახდა რომ ყველაფერი გაირკვევა ბრძოლის ველზე ეს მაგერ გუშინარ გააკეთა განცხადება გეყოფათ ახლა ეს ომი დამთავრდა ივაჭრეთ ერთმანეთში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ანუ ეკონომიკები განავითარეთ გავიგე და ხო რუსეთი რო ცუდ პოზიციაში იყოს ახლა არანაირი ხელშეკრულება რა ხელშეკრულება დაიდებოდა იგებს უბრალოდ იგებს ამ ბანალურად იგებს საინტერესოა აი ცოტა ის რო გლობალურად რო შევხედოთ პარალელურად აი იძაბება სიტუაცია ტაივანთან მიმართებაში იძაბება მაინც აი იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრი იყო კალი განაცხადა რომ თუ კი ომი იქნება ტაივანზე იაპონია ჩაერთვებაა ამ ომში იაპონიას და მე დაიბას ის მოხდა ძალიან სკანდალი იყო ბოდიშების მოხდას მოუწევთ მაგრამ ივან არ თქვა რომ მე უფრო დიპლომატიურად უნდა მეთქვა ის კი არ თქვა რომ ეს არ უნდა მეთქვა აქვს იაპონიას ერთი ადგილი მაგრამ აქ სხვა რაღაცაშია საქმე ანუ ჩინეთს რო დაეჯახოს ლოგიკა რატომაც და ყველას ესმის ლოგიკა რატომაც ეხლა დასავლეთს უნდა ამ შემთხვევაში და ეგ შეერთებული შტატების მოთხოვნაა ხო რეალურად რომ უკრაინაში ძავი დამყარდეს ხო არის ის რომ ყველა ემზადება სხვა უფრო ისეთი კონფლიქტისთვის და იქამდე სამდე აზიის კონფლიქტისთვის და ეს გასაგებია რომ ამ შემთხვევაში ის რომ რაღაცნა მოლაპარაკებებში უნდა შევიდნენ რუსეთთან და რუსეთი დასავლეთს აუცილებლად დაჭირდება დასავლეთის ხარდაჭერა რუსეთს უბრალოდ პირიქით რუსეთის ხო მინიმუმ ნეიტრალიტეტი მაინც დაჭირდება მაგიტო ვერცხებს მე მგონი თავის ეზოში ლათინურ ამერიკაში ვერაფერს და სანამ იქ არის გამო რა თქმა უნდა აბა ეხლა როგორ გონია თუ ჩინეთთან და რუსეთთან დაუგებელია ხო ორ ფრონტზე არა გამორიცხულია ხო ავი ორ ფრონტზე ანუ აქედან ერთი რამის დასკვნის გაკეთება შეიძლება რა კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ადამიანებო რას გადავრჩით ანუ დღეს ხომ განგვიცხადეს რომ ჩვენი მიზანია ომი ხო ფაქტიურად ეხლა ევროკავშირმა გადმოიბარა რა გარკვეული პერიოდის აგერ ტრამპის მერე კაცო ტრამპის მერე გადმოიბარა ევროკავშირი ამყვანი ფულს აღარ იხდიდა ეს ამ სკრიპტა ომთან მიმართებაში ხო მეგობრებო ვისაუბრეთ ეხლა რეკლამა გაუშვათ